ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გამოვიდა და თავის ევროპელ მოკავშირეებს ეუბნება, რომ თქვენ ავტორიტარიზმისკენ გადაუხვიეთ, თქვენ ზღუდავთ დემოკრატიის პრინციპებს, თქვენ ზღუდავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, კონსერვატორ პოლიტიკოსებს და ოპოზიციონერებს აცენზურებთ, ციხეში სვამთ, ზღუდავთ და ეს ყველაფერი არის რუსეთზე და ჩინეთზე უფრო მნიშვნელოვანი და საშიში. ანუ ამაზე წავიდა ამერიკის სახელმწიფო და მთავრობა, აი თავის მოკავშირეებს დაერია, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები. ანუ ამაზე დგას საერთოდ. იმიტომ რომ მასე უტევდნენ ტრამპს თავის სახელმწიფოში და ამის გამო ხალხმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. და შესაბამისად, სულ რო არ მოსწონდეს JD Vance ეს ღირებულებები, ის ამ ღირებულებების ტყვეობაშია, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც მას მხარდაჭერა გამოუცხადა, მერე შეახსენებს. და ის რაღაც თვალსაზრისით მაგ ჩარჩოებში ზის, ამ იდეოლოგიას და ამ პრინციპებს ვეღარ გაცდება. და აი ქართულ ოცნებას რა წარმოუდგენია, რომ სადაც თავის ევროპელ მოკავშირეებს ამ პრეტენზიას უყენებს, რომ თქვენ ავტორიტარიზმისკენ რატო უხვევთ. ქართულ ოცნებასთან რა პრობლემა აქვს? ქართულ ოცნებას მაგ ევროპულ ასე ვთქვათ ბჭყალებში deep state-ურ სტანდარტებს მოუწონებს, როდესაც ბრიტანულ მოდელს ამკვიდრებს, როდესაც კონსერვატორებს პარტიებს აუქმებს და რეგისტრაციას უშლის, როდესაც ინტერნეტის კონტროლზე წავიდა საუბარი, როდესაც საარჩევნო რაღაც ცვლილებები შემოაქვთ, სადაც შეიძლება ითქვას გაყალბების შემოწმების არანაირი ბერკეტები არ რჩება. ანუ მათ რა გონიათ, რომ ტაჟ დაუკრავს ახლა ტრამპის ადმინისტრაცია? კალაძეს ხო არ მოусვინოთ, კალაძე იყო გაკვირვებული, მადლობა რატო არ გითხრეს იმ პოლიტიკაზე, რომელიც ხო დავიწყეთ deep state-ზე საუბარი მაშინ, როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა ამაზე საუბარს და გულწრფელი ვიქნები, აი გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი ჰქონდა იმის, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეთყოდა ამ ყველაფრისთვის. თუმცა დღეს ვართ მოლოდინის რეჟიმში, ბაიდენის ადმინისტრაციამ მაგალითისთვის მომყავს ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, რომ ვითომ მას რაღაც ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან. დღეს რას ხედავთ? ახლა დარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციით პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, საუბრობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ დროს ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. ჩვენ ბევრ განცხადებებს ვისმენთ deep state-თან ბრძოლაში, ის მოცემულობა, რაც დგას დღეს მსოფლიოში, რომ ახალი ადმინისტრაცია ამ ყველაფერს დაამარცხებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ტექნიკური კითხვა მაქვს. ქართულმა ოცნებამ deep state-ზე ლაპარაკი როდის დაიწყო? შარშან. შარშან წლის ბოლოს. ყველაზე პირველად არანაირად დაიწყო. ან ნახე გინდა საერთაშორისო მასშტაბით გინდა. ან ნახე პირველი ტრამპი მაგაზე ლაპარაკობს, აი 2015 წელს. Drown the Swarm. 2015 Drown the Swamp იყო 2015 წლიდან. ხო. 2015 წელს თქვენ deep state-ს ემსახურებთ. კი. 2015 რა 2020 შარშანდლამდე, რავი, შარშან 1 წელიწად ნახევრის წინ ჩვენ გვიტევდა ეს ხალხი და სამშიც. ეს ხალხი ჩვენ გვიტევდა 1 წლის წინ იმის გამო, რატო არ მიესალმებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. deep state-ს ემსახურებოდნენ. ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი ხაზგასმული პოზიცია არის ნარკოლიბერალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოლიბერალიზაციის ჩაახჩეს ქვეყანა. ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი ხაზგასმული შინაარსი არის ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გაუქმება, გადახედვა, გამკაცრება საიმიგრაციო პოლიტიკის გავსე მოარღვიეს ქართული საზღვრები. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ხაზგასმული იდეოლოგიური ხაზია გენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა. გენდერული იდეოლოგია ჩადეს კანონმდებლობაში, ხალხი ციხეებში უშვეს ამაზე, გენდერული პოლიცია შექმნეს, გენდერული იდეოლოგიას ატარებდნენ აგრესიულად. ტრამპის იდეოლოგიური ხაზგასმული პოზიცია არის ლიბერალური დღის წესრიგის
ამოღება განათლების სისტემიდან და ახალგაზრდობის ამ ყაიდაზე გაზდა მთელი თაობები გაზარდეს ლიბერალურად იმდენად რომ ეხლა ეს თაობები ქვეყნის სტაბილურობისთვის პრობლემა იქცენ. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ისეთი ბერკეტების გაჩენა, რომ აბორტების თემა ნელ-ნელა შეიზღუდოს იქ. ამათ არაფერი არ შეზღუდეს მაგ მიმართულებით კი არა. ჯერ ხო საქართველოს კატასტროფა ხდება მაგ მიმართულებით და პლუს კიდე აქ რაღაცა კომერციული სუროგაციის იმად გვიქციეს საქართველოს, ანუ თუ რამე შესაძლებელი არის ვაფშე მაგ მიმართულებით, რომ აი დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკები არსებობდეს, ეგაკეთე. კიდე ეხლაც ვაგრძელებენ, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იდეოლოგიური არის სოციალური ქსელების და მედია ჯგუფების ცენზურაზე უარის თქვა, მაგაზე უტევდა მოწინააღმდეგეებს, რომ ცენზურას. იმიტომ რომ თვითონ იყო მსხვერპლი მაგ ცენზურის. და თვითონ მაგისმა ფლანგმა შექმნა სპეციალურად იყიდეს Twitter-ი, X-ი და შექმნეს ცენზურისგან თავისუფალი სოციალური ქსელი სპეციალურად და ეგ არის ხაზი, რომელსაც აქტიურად ებრძვით და რის წინააღმდეგაც გამოვიდა აგერ მისი ვიცე-პრეზიდენტი. ესენი აწესებენ და ყველაზე სხვათა შორის ამ გამოსვლაში ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ხაზი გაუსვა სხვა ნაწილში, რომ ძალიან შემაშფოთებელია განსხვავებული აზრის ცენზურა ზუსტად ბრიტანეთში, სადაც არაადამიანური ფორმები მიიღო ამ ცენზურამ და აქ იღებენ აი ძალიან deep state-ურ მედია და სოციალური ქსელები ინტერნეტში რო ვწეროთ მაგის ძალიან deep state-ური ბრიტანული მოდელის მიღება ხდება აქ მიტინგების თავისუფლების შეზღუდვა ხდება და კონსერვატიული პარტია არ გაუქმებულა არც ერთ ლიბერალურ პარტიას არ შეხებიან კონსერვატიული პარტიის სამჯერ გაუქმებას ან დახარვეზებას ჰქონდა ადგილი ხო ეხა ამ პირობებში რო გამოხვალ თქვენ კაი ხალხო და მეგონა deep state-ზე ლაპარაკი რამდენიმე თვისწინ რო დავიწყეთ მეგონა მადლობას გეტყოდით თუ ეხა თლაც სამართლიანი არ არის მაგალითად სამჯერ რო გაუქმეთ პარტია რომელიც მართლა წლებია რა ვიცი 10 წელია უკვე ის ხალხი ვინც ამ პარტიაში არიან deep state-ის და მსგავს ლიბერალურ გლობალისტების საფრთხეებზე რო ლაპარაკობდნენ შემოტევის სხვეპლიყვნენ თან ძალიან დიწილა თქვენგან იმათ რო პარტიას უუქმებ თან სამჯერ ხო თლაც სამართლიანი ხო გასაგებია რომ ეგ არ არის და არ გეტყვიან კაცო ზოგადად მადლობას არ ახართ თქვენ ის ხალხი ვინც რეალურად რამე deep state-ს ებრძოდით თქვენ რეალურად სინამდვილეში deep state-თან რა პრობლემა შეგექმნით სხვა მოთამაშეებს ამჯობინებდა ის deep state-ი ცდილობდა იმ სხვა მოთამაშეებისთვის მეტი ძალაუფლება მიეცა რომ მეტი ზემოქმედების ბერკეტი ქონოდა თქვენსა და იმათ შორის ბალანსში ამ ქვეყანაზე და მაგაზე დაგეძაბათ თორე ბედნიერები იქნებით ეხლაც რომ ისინი შემოტრიალდნენ და გითხრათ რომ თქვენ იყავით ხალხო ოღონდ deep state-ს ქართული ოცნება იყო deep state-ის ანუ სინამდვილეში გლობალისტების და ლიბერალური გლობალიზმის კოლონიალური ადმინისტრაცია საქართველოში და როდესაც ცენტრმა კოლონიალური ადმინისტრაციის გამოცვლა გადაწყვიტა, ესენი უბრალოდ აჯანყდნენ, იმიტომ რომ მათ პირად პოლიტიკურ ძალაუფლებას შეეხოთ და მაგიტო დაიწყეს ახლა კონსერვატიზმის იმიტაცია. თორე ხვალე მართლა შოთას თქმის არ იყოს, აი რო წარმოვიდგინოთ, რომ ხვალე დემოკრატიული პარტია მოვიდა ისე ამერიკაში და ოცნებას დაულაგდნენ. ან თქვენ რას ელოდებით ახლა რომ ესენი იტყვიან რომ არა ქართულ ღირებულებებს ჩვენ არ დავთმობთ და აღარავის აღარ მივცემთ უფლებას რომ ლიბერალური სიგიჟეები ჩაგვაწერონ კანონმდებლობაში მაგის მოლოდინი გაქვთ თუ კი კაცო აი 12 წელი ვაკეთეთ და რა პრობლემაა მოდი 12 წელი გაგიკეთებთ კიდე რასაც გვეტყვით აგერ კანონები გინდათ აი ესე დასტებად გამოგვიგზავნოთ ყველაფერს ანუ ისი მოლოდინი არ მაქვს იცი მაგის მოლოდინი იმიტომ რომ აი ახლა ხო არ არის დაალაგებული ჯერ deep state-თან და ხო განთავისუფლდა deep state-ისგან. რავი, ახლა არ იცავს ქართულ ღირებულებას. აი ხო განთავისუფლებულია და ახლა რატო გაავსო საქართველოს აზიიდან შემოსული ხალხით. ამას რომელი deep state-ი გაიძულებს მაგას ან რომელი ქართული ღირებულება გულისხმობს მაგას სუროგაციის პრობლემას რატო არ ეშველა არაფერი ხო ან გენდერულ პოლიციას
სათამაშო აი ბიზნესს ოჯახების დანგრევის პროცესი, აი ეს ანუ ეროვნული პოლიტიკა არის კაზინოების ესეთი გაბლატავება საქართველოში? ან რა მაინტერესებს, იცი, შენი მართლობის განმავლობაში რომ ორჯერ შემცირდა საქართველოში შობადობა და მომაკვდავი ერი რო გავხდით, მაგასაც deep state-ი დაიძულებს. თუ ეროვნულია ეგა და მაგაზე პასუხები გითხრათ? მოსახლეობა იმიტომ იკლებს, რომ ყველგან იკლებს და რაშუაშია მთავრობა, პაკისტანელები იმიტომ ჩამოდიან, ყველგან ჩამოდიან რაშუაშია მთავრობა, სკინტლს იმიტომ გასმევდნენ რძით, რომ რავი ყველგან ეგეთები ხდება რაშუაშია მთავრობა და ვაფშე რამე ცუდი თუ ხდება, მთავრობა არაფერ შუაში არ არის, რა რო იცოდეთ რა. ყველა ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში რამე ცუდი რო ხდება, მაგაზე მთავრობა არის პასუხისმგებელი, ეგ არის ნაცი. კი. შენ თუ ამბობ, რომ რაღაცა ცუდი რო ხდება, მთავრობა პასუხისმგებელია, შენ ხარ ნაცი. ფათაშორის ერთმა დამიწერა, აი რაღაც ვიდეო გადავიღე და აი მოსახლეობა რომ მცირდებაო, ეგ სიმდიდრის ნიშანი არის. აი დიდარ ქვეყნებშიც ხო, აი ევროპულ ქვეყნებში ხო მცირდებაო მოსახლეობა და აი ჩვენც ვდიდრდებით. ბიჭო, ქართველები თუ აი მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მართლა ისე გაუმდიდრდით. რო მცირდებით რა. საკითხი თუ ისე დგას, რომ იმდენად გაუმდიდრდით, რომ ქართველები გაქრებიან, მოდი ღარიბები ვიყოთ და მეურნე ვიყოთ რა. არასწორად გაუმდიდრებული ვარ. არ ვიცი, მე ჩემ გარშემო არ ვიცი ადამიანი, რომელიც მეტყოდა, რომ ისე გაუმდიდრდით, რომ აღარ მდიდარი. მოდი რა ჯობია, აი ღარიბები ვიყოთ და მილიარდი გავხდეთ და მე გავუმდიდრდეთ და მე დაიწყოს შეიძლება ცოტა შემცირება მოსახლეობის. რაღაცა ჩინეთის გზა რო გავიაროთ. თუ გავქრით ну ჯერთი თუ ეგეთი არჩევანია, მირჩევნია ღარიბი ვიყო და არ მოუკვდე, მაგრამ ეს იმდენად ბოდოა, იმდენად ერთმანეთთან კავშირში არ არის და პირიქით მოსახლეობის კლება პირდაპირ კავშირშია გაღარიბებასთან და მოსახლეობის ზრდა ეკონომიკური თვალსაზრისით პირდაპირ კავშირშია გამდიდრებასთან, ანუ ეკონომიკა იქ არის, სადაც ბევრი მოსახლეობაა. კი, და მე აი რა მაინტერესებს, ცი ნახე, აი ასე ზიხარ და შემცირდი რა, მოსახლეობა შეგიმცირდა და კაია. ბიჭო, აი რა ხდება? რა რით გავაправო? ცუდად არის, არა, ცუდად არის საქმე, აშკარად, ცუდად არის. რატო ვარ ცოტა ხდებით და მე მგონი გამდიდრდით და იმიტომ და ესა დებილი არ არის. რავი, გამდიდრდი თუ არ გამდიდრდი, მაგას როგორ ვარ? კეთე, ფული რამდენი მაქვს? ხედავ რომ ჯერ კიდევ ღარიბი ვარ, გაიგე? და აგიცი რანაირად არ გეშ. დავამატებ კიდე რომ 100 ლარით 5 წლის წინ რისი ყიდვაც შემეძლო. ეხა იმის, რა ვიცი, ბევრად ნაკლების ყიდვა რო შემიძლია კიდე, მაგითაც ვარკვევ კიდე გამდიდრდით. აი, რავი, ბიჭო, მე მგონი გამდიდრდით თუ არ გამდიდრდით. ეგ როგორ გავარკვევთ, იცი, ფული გვაქვს თუ არა გვაქვს? მივხვდები და ღარიბები ვართ ჯერ კიდევ, გაიგე? ძალიან გვიჭირს. ხალხს აჭმევენ იმ სკინტლით დამზადებულ რძეს და ისიც ზვირია. ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობთ. ხალხი ვეღარ ძლებს ამ ქვეყანაში და მიდის აქედან, მაგითი დავცოტავდით. ანუ გარბის მოსახლეობა იმდენად ღარიბები ვართ და ვიღაცა გაუნიუკი გამოვიდა და გამდიდრდით მე მგონი და რა აი мотиваცია რა ერთ რაღაც мотиваცია რა არის აი რა მიხსენით საქართველოში ცოტავდებით საქართველები ცოტავდებით და უკვდებით ნელ-ნელა მიდივართ იმ ნიშნულისკენ რომ აღარ ვიარსებთ ხო და აი мотиваცია მაინტერესებს აი ადამიანის აი მაგაში რაღაცა პოზიტიური დანახვას რატოცდი აი არ ჯობია რომ შევწუხდეთ აი არ დავინა ეგრო ნეგატიური მოცემულობა ეგ მივაუსწოროთ აი სულ რო ტყუილი იყოს არ ჯობია რომ მოდი რა მართლა ეგ არ მოხდეს აი დავიჯეროთ შენ გონია რომ ეგ ტყუილია რატო აპრავე პირიქით თქვი რომ ეგ პრობლემაა და ჩემი აზრით სახელმწიფომ ამ პრობლემას ზედმეტი ყურადღება უნდა შენ რო დემოგრაფიაზე ლაპარაკობთ ხოლმე რა აი რომ აი ხალხი აქედან გარბის ეგ მარტო სიღარიბის ბრალი კი არ არის მარტო როგორი რაღაცის ბრალია იცი აი ახლა მთელმა საქართველოს გავიგეთ მაგალითად რომ ქაქიან იმას რძეს გვასმევდნენ და ნუ აი ახლა ბავშვი ხო ყავს პატარა მაგალითად მე მყავს პატარა ბავშვი ხა სახში და რავი რძე მიმაქვს ხოლმე რა
და ეხლა მაგალითად აი რაზე მიფიქრება, იცი რომ ბიჭო, ნუ რა გავაკეთო? ეხლა მაგაზე რომ შობელს ეფიქრება. ეს ეხლა მარტო ეს შეიძლება არ წონის რაღაცა ბევრი ბავშვები ყავდეს თუ ცოტა, მაგრამ ბიჭო ესეთი რაღაცები ეგრე გროვდება, რომ ის მე რაღაცა აქ ბენზინი რაღაცა ტყვიას შეიცავს რა და რო დავდივართ კანცეროგენია და როს უნთქავ რაღაცა კიბო რისკის მაღალი კიბოს იმის ქვეშ ახარ მე გესმის რომ რაღაცა სამართალი ვაფშე არ არის იქ გესმის რომ განათლებას რო აძლევ ადამიანს არაფერს გადააგდე ის დიპლომი და ეგეთი რაღაცები ბიჭო გროვდება და ბოლოს ადამიანი იმ დასკვნამდე რომ იცი აქაურობის დედაცვატირე და წავედი აქედან და რო კითხულობ რომ რა ხდება ხალხო რაღაცა ეკონომიკური ზრდის ინდექსით ნახე რა მაღალ მნიშვნელზე ვართ ხალხო რატო გარბიხართ იმუშავეთ აქ აი მან ხო უნდა მიხვდე რომ ბიჭო არ შეიძლება ადამიანებთან ეგეთი დამოკიდებულება ხო ის კრეტინი კი არ არის აქედან გაქცევა არავის არ უხარია გარემო ისეთი დადგა რომ ადამიანს აქ უკვე ცხოვრების ხალისი ბავშვების გაჩენის ხალისი აღარ აქვს კიდე რა გროვდება იცი რა არის მნიშვნელოვანი უფლებრივი სოციალური უთანასწორობა, როცა ჩანს, რომ ვიღაცა ფეოდალია და ვიღაცა цаრიელ ადგილად ცდილობს, რომ გამყოფოს ჩვეულებრივი ადამიანი, ეგ ძალიან აუტანელი მდგომარეობა. შეიძლება მატერიალურად ისე არ გიჭირდეს, ოღონდ ვიღაცა რომ ფეოდალია, ეგ ძალიან შემაწუხებელია და შენი შვილი რომ იმის მოსამსახურე უნდა იყოს. მაგალითად, კაცო, ჩვეულებრივ ადამიანს რომ, რა ვიცი, აი, მანქანაზე ტექტათვალიერება თუ არ გადაიხადე და იმის საშუალება არ აქვს რაღაცა მანქანა ძალიან გამართულად გქონდეს იმას ეგრევე აჯარიმებენ 2014 წლამდე გამოშვებული მანქანა არ შეიძლება გაიგე შეძლებულია თვითონ ზემოთ შეძლებულია და პრობლემა არ აქვს და ჩვეულებრივ ხაც 2014 წლამდე ცოტა ძველის საშუალება რო არ აქვს ამან იაროს ავტობუსით გაიგე თუ არ აქვს საშუალება იარე ავტობუსი და იქ იმას რაღაცა ის ეკოლოგიას არჩევს გაიგე მაგრამ თან იმას არაფერი არ მოუვა ნაკელს რო აჭმევს ძროხას და მაგიან ძეს მოკყიდის გაიგე იმას ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის ჯარიმას კი არ დაუწერენ კაცო თვითონ მოიგებს სასამართლოში ჩემ ძროხას ჯანმრთელობა რატო შეაწუხა და 5 მილიონს მიიღებს გაიგე და ეხლა ჩვეულებრივი ადამიანი მაგას რო უყურებს რომ ბიჭო მე ხა რაღაცა გამონაბოლქვზე თუ მომედავებია მანქანის და 2014 წლამდე გამოშვებულ მანქანას საერთოდ ვეღარც ვიყიდი და გამონაბოლქვზე რაღაცა ვერ გავაკეთე უცებ და ჯარიმები მომდის და იქ ზემოთ ფეოდალიზმის განავალსაჭრელს ძროხას და მაგიან რძეს ყიდის და მომკითხავი არავინ არ არის და შემთხვევით თუ გავრცელდა ხმა მაგაზე მასე ვიგებ ხოლოდ ხო ავი იფიქრებს რომ ავი მართლა მოსამსახურეება და ყმება თუ არ გავზდი შვილებს მოდი რა წავალ და ამან მაშინ მიხედონ თავის ქვეყანას შეპესე თუ გადააქცი ეს ქვეყანა და რაღაცა საკუთარ სამეფო თუ გაიფორმე სოციალური უსამართლობა შეიძლება უფრო უჭირდეს ადამიანს 90-იანებში ძალიან უჭირდა ხალხს მაგრამ ასეთი გადინება როგორც ეხლა ხდება რომ ქვეყანაში ახალგაზრდა კაცი აღარ დარჩა თან რა არის იცი ეს რაღაც სოციალური უთანასწორობიდან გამომდინარე თვალსაზრისით კულტურაც ხო ჩავარდნა მაგ მიმართულებით აი წარმატებული რაღაცა ადამიანი ხო არსებობს რაღაც კულტურული ჩარჩოები რომელიც არ იქცევა გამაღიზიანებლად აი წარმატებულია მაგრამ არ არის წარუმატებელი ადამიანებისთვის უარყოფითი ფიგურა. იმიტომ რომ კულტურულ რაღაც ნორმებში ზის და საქართველოში ხო რა წარმატებული რო აი რაღაცა პირიქით დაახარბებს. აი წარმატებას პირიქით რაღაც ზევიდან რო შეხედოს მაგისტვის უხარია. წარმატება მაგიტომ არის გამოაჩინოს და სხვაზე რომ მეტია ეგ გამოაჩინოს. და ეგ კიდე ამძაფრებს იმ გარემოს რომ აი ეს უთანასწორობა კიდე უფრო გაუსაძლისი ხდება, იმიტომ რომ უთანასწორობა დამატებული თან უკულტურო დამოკიდებულება ამისი კიდე უფრო მძაფრი ხდება ეს ყველაფერი ვიღაც აი ანუ იმიტომ იხდის მაგდენ ფულს განსხვავებულ ნომერში და მაგარ მანქანაში რომ მე პატრულის წინ რო იბუქსავოს და იბან არ გააჩეროს იმიტომ რომ ეს ისეთი მანქანით არის რომ ამის გაჩერება არ შეიძლება ეგ არის მთელი მუღამი ფული რა ხდება იცი თან ეგა დამკვიდრებული აი ეგეთი კულტურული მოდელი
აი წარმატების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად. და ეხლა ცხადია, მაგ წარმატებას აღწევს ერთეული. და თუ ეგეთი ნორმებია სოციუმში, დანარჩენი ფიქრობს, რომ ნუ მე ხა ამ სოციუმში მეორე ხარისხოვანი ვარ და ხო არ ჯობია საერთოდ აქედან წავიდე.